რა ვიცი, დოსტოევსკიდან პელევინამდე რას ამბობს რუსი რუსეთზე და რუსობაზე. და ერთ-ერთი რაც აი სულ ხდებათ, არის ტოლვა ომისკენ. და აქვს ანუ ლოგიკური ახსნა, აი მაგალითად ბერძევი წერს პირველი მსოფლიო ომის დროს წერდა წიგნი რო გადაშლი რუსეთის ბედი ქვია. რო იწყებს წერას, იფიქრებ რომ დღეს დაწერა. იმიტომ რომ აი როგორც იქ ესე იწყებს, რომ როგორც იქნა დაიწყო ეს დიდი ხნის ნანატრი ომი. და რო საბოლოოდ ეს ბრძოლა, რომელიც აქამდე ჩუმად მიმდინარეობდა რუსეთის და რუსების დარყვნისკენ და გერმანისტული ძალები დაუპირისპირდებოდნენ, ანუ ყრყნიდნენ რუსებს თავისი იდეებით ამდენი ხნის განმავლობაში, ეხა ეს ბრძოლა გამოაშკარავდება და ეს გამოაშკარავებული ბრძოლა არის ჩვენთვის შესაძლებლობა და პოტენციალი არა მხოლოდ იმის, რომ რუსეთმა თავი დაიმკვიდროს დასავლეთის წინამძღოლ, სულიერ წინამძღოლად. არამედ ეს არის საშუალება ჩვენივე თვითწმენდის, ბერძევი წერს ამას. რომ ამიტომ რომ ანუ ომი არის საშუალება, როცა რუსი ეს არის პირველი მსოფლიო ომის დროს წერს ამას. რუსი თვითონ არის და ანუ ამაში რა არის, იცით, აი ამ ომისადმი ტოლვაში რა არის ნაგულისხმული, რომ რუსი ადამიანი თვითონ არის მიდრეკილი გარყვნისკენ. იდეები კაპიტალიზმით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამე, ფაშიზმით, ეშმაკის, აი ხო, ეშმაკნი როა დოსტოევსკის რომანი ამაზე არის, ხო? სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაღაცა იყო, ან ხანდახან ყველაფერი ერთად, მაგალითად საბჭოთა პროპაგანდა რო ნახოთ, ნარკომანიაზე, ალკოჰოლიზმზე, ჰიგიენის პროპაგანდა. ანუ ერთი და იგივე ფაბულა არის, რომ ეს რუსი არის თავისთავად რაღაცნაირი ქაოსის მიდრეკილი საფრთხეს წარმოადგენს რუსული ძალაუფლებისთვის. და ამიტომ ჩვენ გვჭირდება ბრძოლა იმ ჩვენი საზღვრის, ანუ ქართველივით კი არ არის, რომ ჩემი საზღვრის შიგნით დამალაგებინე ქვეყანა. არა, მე უნდა ვებრძოლო ამის მიღმა, იქ რევანშისტულად დავიმკვიდრო თავი, რომ ეს გავაყუჩო, ეს გადარჩენის რაღაც ამ ტიპის ომში. მე აი ძალიან გამტკიცდა კიდე მეორე მსოფლიო ომის მერე, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის თარგზე გამოიწვია. სხვა შევიდა კონფლიქტში, იმიტომ რომ მე ვარ ჩემი თავისთვის პრობლემა. კი, ანუ ამ შფოთვის ისიც არის, მაგრამ თან რუსეთის იდენტობა ყალიბდება დასავლურთან კონკურენციაში, ამიტომ ყოველთვის ამის გადალა, ანუ ეს მიმართება აქვს რა, მაგრამ თავარი იმიტომ რომ თავისივე ხალხს რუსეთი ხედავს როგორც საფრთხეს, ანუ რუსული პოლიტიკა მუდმივად, ანუ ერთის მხრივ ომი არის საშუალება, რომ რაღაც რომ სხერპლად შეწიროს ეს ხორცად, თუ არა და არავინ და არარავ და შეუზღუდოს ქმედების არეალი მუდმივად. იმიტომ რომ თუ არა და ის ქაოსის, ის არის ბბო, რომელიც უბედურებებისკენ მიილტვის მუდმივად და თვითდესტრუქციისკენ და თუმცა რამდენად ომებისკენ მიმართული არის ეს რუსული მეორდება ხო ეს მეგანარატივი, ეს ომებში მარცხი ასევე მეორდება რა ხდება ომებში მარცხის ან წარუმატებლობის შემთხვევაში. ეგეც ცალკე დიდი გამოცდილება არის რუსების შემთხვევაში. აი რაც მოხდა მაგ დიდი პირველი ომის მერე, ხო? ან მანამდე იაპონიასთან ომის მერე, ან ყირიმის ომის მერე, ეგ არის ცალკე ფაბულა არის კიდე რომელსაც რუსეთი გადაწყობდა. შეიძლება რაღაც გავშუქებდეთ ახლა. ამას ზუსტად იმიტომ რომ მარცხი პუტინი მანამდე იმარჯვებდა ხოლმე ახლა ის მარცხის. რუსეთი მარცხდება, მაშინ ხდება რევოლუცია. ამიტომ რუსეთს ჭირდება ომი და ეს დაპირება მუდმივი, რომ ის იგებს ომს, ანუ ამ წუთას მაგალითად რუსულ აი ნებისმიერ ფორუმზე ან ტელეგრამში რო შეხვიდეთ, რუს რომელიც უშვებს, რომ რუსეთმა შეიძლება წააგოს. ანუ ეს არის გარეცხილი ნარატივი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ მარტო ვიგებთ ომებს. და ეხა უბრალოდ ჩდება რაღაცნაირი რაღაც ჯგუფებში ჩდება ეს კითხვა, რომ აი რომ მოვიგებთ რას მივიღებთ ამით. მაგრამ ამიტომ მოწოდებული კი არა რომ დაამთავროს ომი, ეშინია ამ ომის დამთავრების, იმიტომ რომ შეიძლება ჩამოიშალოს და მეორე, ანუ ერთის მხრივ მას ჭირდება, ამიტომ მუდმივად არიოს ქვეყნები, რომლებიც მას ემეზობლებიან, მაგალითად საქართველო, ან რომელიც მისი მოძმე ქვეყნები არიან, როგორც უკრაინა და ბელორუსია, იმიტომ რომ თუ ეს ქვეყნები დასავლეთის შესულით გამოსვლით, სულ ერთია, კარგი ქვეყნები გახდნენ,
რომელსაც ჩაწავიდა იქ რუსიდან ახლა რომ ეს ხალხი ჩვეულებრივად კარგად ცხოვრობს, ხო? მაშინ ეჭქვეშ აყენებს თელამ პროექტს და პროგრამას და ესეც საფრთხე არის რუსული ხაზს რო დაუბრუნდეთ, აქეთ რო შემოგიბრუნა ეს კითხვა რა უნდა რუსეთს ომი, მაგრამ თავარი ხაზი ხო ის არის რუსეთს ომი უნდა. მან რა არის პასუხი? მაგაზეც რო ვისაუბროთ, ქართველის შიშების გადმოსახედიდან, რასაც ერთმანეთთან ვაპირისპირებ ხო, ეს ომის შიში ეს არის რომ შენ ვერ მოურიგდები, ანუ ვერ დაუთმობ საკმარის, რომ ის გააჩერო. არ არსებობს მოცემულობა, მარტო სხვა გზა არსებობს, რომელიც ამ რისკებს ცოტა მეტად უფრო აზღვევს, ხო, რომელიც მისთვის უფრო საფრთხილოს ხდის და ეხლა ამ წუთას ამიტომ ჭირდება მოკავშირეები, მან მევდივართ. პოლიტიკა არის ესეთი, რომ აი დაახლოებით ეხლა ბოდიში, მაგრამ ესეთი მეტაფორა უნდა ვთქვა, რომ იცოდე, რომ ვიღაც ცხოვრობს შენი გაუპატიურების განზრახვით და შენ თქვა, რომ მოდი ეხლა მე შიშველი დავხვდები, ეგრებ გადაიფიქროს. და ჩვენ დაუცველი და მარტო დავხვდები. ბუკვალურად შიშველი, იმიტომ რომ ქართული ოცნების პოლიტიკა და დიდი ხანია ეს გუშინ არ დაიწყო. არის ჩვენ აი ეს თანდათანობითი გაშიშვლება, ხო? ჯერ დაიწყო ჯარის გაუნადგურებით, თავდაცვის ინფრასტრუქტურის განადგურებით, კონტრდაზვერვის განადგურებით, სამართლებრივი სისტემის განადგურებით. ეხლა არის აი ამ ფაზაში შესული, როცა შენი უსუსურად ქცევა ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც რაღაც თვითრეალიზების არეალებს ზოგი განათლებაში, ჯანდაცვაში რაღაცაში პოულობდა და ეს ინსტიტუციები ამ ინსტიტუციების ამ სფეროების მდგრადობაც და განვითარებაც დიდწილად დამოკიდებული იყო დასავლურ დახმარებაზე, ეს წყალი გადაუკეტოს და მაშინ აღარაფერი აღარ რჩება, ხო? არ ჩენი ლექტორად ვერ შევეს, სტუდენტი ვერ ხარ, განათლებას, ჯანდაცვას ვერაფერს ვერ იღებს, სრულიად გაშიშვლებული რჩები, ხო? და მედია არ უნდა იყოს, ოპოზიცია არ უნდა იყოს, კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ზუსტად აი ამ მოდელს იღებს თან რუსობის დამსგავსების. რა მხრივ ვიცი რომ რუსეთს აქვს ეს ჩვენ არასდროს არ ქონია ეს ხედვა რომ ქართველი არის მიდრეკილი გარყვნისკენ. ერთადერთი სადმე მიდრეკილი არის რომ თავისი ხელსახელაღებულობის გამოდესმენად შეიძლება შეასკდნენ, მაგრამ რომ გარყვნისკენ და შინაგანი სულიერად მოწყვლადი არსება, რომელიც რაღაცა უბედურებებს იზავს, არ არის, მაგრამ ეს ახალი რაღაცის მოდელი შექმნა და დააკვირდით ამას აკეთებს, ხო, რომ ანუ კორუფციით გარყვნის გზას და უნდა შეგზღუდო. უნდა ფული არის შოვო სხვადასხვა წყაროებიდან. არ განვითარდებ, მანქანით, ეხა მანქანით არის არ ვახოთ, მანქანა არ შემოიყვანო, ტროტუარზე არ დადგე, ეს არის ლაპარაკო, ეს არის იმღერო, უვიზო რადგინდა, განათლების სისტემა რადგინდა, რუსებივით გვექცევიან მარტო. ხო, რომ იმიტომ რომ შენ ხარ საფრთხე ღალატისკენ და გარყვნისკენ მიდრეკილი. ანუ რეზისტენტული აღმოჩნდება ის, რომ აქამდე ჩვენ ასე არ ვფიქრობდით საკუთარ თავზე. ხო, ну, რავი, ამაზე მე მგონი ბევრი აი ასეთი ძალაუფლების მოდელი აი გაჭიმულია ორ ოპერაციულ სპექტაკლს შორის, აი რომ პერფორმატიულადაც აკეთებს ამას, რომ ერთხარეს ყავს არის ეს სცენა სადამსჯელო, რუსთაველი სასამართლო, სადაც აი ესეთ გარყვნილებს ესე სამაგალითოდ სჯის, აი შუა საუკუნეებში რომ ხასაჯარო ჯიდინ გილიოტინა იყო და საწამებები. და ზუსტად როგორც აღწერს ჩვენ ვარ, ზუსტად ესეთ სექსუალურად გარყვნილი, რადიკალი, მოღალატე, უცხოერის მიერ მართული ეხა აი პაპუაშუმაროვა თავები უნდა დაათვლებინონ თავის პატრონებსო აი უბრალოდ აი რა ვიცი სრულიად შეუთავსებელი არის ყველაფერთან ხო და მეორე სცენა აქვს რომელსაც ნაკლებ თვალსაჩინო არის ხოლმე ჩვენთვის უფრო კულვარული და შეფარული სადაც აი პატარა ზონები აქვს მოჩვენებითი ზრუნვის მაგალითად აი რაღაც პატარა სოფელში ჩავლენ იქეიფებენ და ხალხს იქ ანუ იმიტომ რომ ეს მიტოვებული ხალხია ხო აკონტო რომ ყურადღება მოგვაქციეს პატივს ეს რაღაცა პატარა გზას ჩაუბეტონებენ იქ რაღაცებს გაუკეთებენ სულ პირად თითქოს პატივის ცემაზე გამონ ამის შუაში არის უპატრონო ძაღლივით მიტოვებული მთელი ქვეყანა რომელსაც ეუბნება, რომ აი როგორც დუშენის სინდრომიან ბავშვებიდან დაწყებული, რა ვიცი, ილია უნივერსიტეტის სტუდენტ მასწავლებლებით დამთავრებული, ანუ შენ ფეხებზე მკიდი ხარ.